მოგესალმებით, მეგობრებო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა პროექციაში დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კვლევითი ორგანიზაცია Best of Georgia-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაკა კუტუბიძე. მაკა არის წარმოშობით ბათუმელი გურული და ძალიან საინტერესო საქმიანობას ეწევა აგერ უკვე 10 წელია. წელს არის საიუბილეო წელი მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის და ძალიან ბევრი საინტერესო კითხვები მაქვს მასთან. გავისაუბროთ მაკასთან თბილისურ ბათუმურ გურულად. დროებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ხარ ამ ძალამის გარემოში სტუმრად. მადლობა შენზეა, რომ მომიწვიე. ამ გარემოს ალბათ შენთვის ბათუმური ვაიბი აქვს. მე ვიცი, რომ ბათუმელი ხარ პრაქტიკულად ნაწილობრივ. იცი რა, შეიძლება ეგრეც ითქვას, იმიტომ რომ მამაჩემმა სკოლა ბათუმში დაამთავრა, პირველ სკოლაში სწავლობდა და მერე გადავიდა თბილისში. ბიძაჩემიც ბათუმში სწავლობდა და ის გადავიდა კიევში მერე და ისე დავშორდით რაღაცნაირად, მაგრამ ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ ბათუმში. შენ ატარებდი ხოლმე ბავშვობაში ბათუმში? ჩამოდიოდი ხოლმე ზაფხულს? კი, ჩამოვდიოდი და აი როგორ გითხრა, თბილისზე ნაკლებად ბათუმი არ მიყვარს, შეიძლება ვთქვა, რომ უფრო მეტადაც მიყვარს. იმიტომ ისეთი კარგი დრო მახსოვს ბათუმში. ადრე ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ პუშკინის ქუჩაზე. დიდი ბინა ჰქონდათ და იქ ძალიან კეთილი იყო. ჰქონდაც კიდევაც შესაძლებლობა და ბებიას მთელი თავისი დებიდი შვილები ყველა იქ ცხოვრობდა მაგათთან დროებით. და რო ჩამოვდიოდით ხოლმე ჩვენ, ბევრი ხალხი იყო, სტუმრები იყო. ძალიან კაი ბავშვობა მახსოვს იქ, მაგრამ მე რო გადავიდნენ ჩემი მამა თბილისში და ბიძა კიევში, ის ბინა უკვე შორი იყო ზღვიდან და ის აღარ გჭირდებოდა და გადაცვალეს მერე დუმბაძის ქუჩაზე. და აქ უკვე დუმბაძის ქუჩაზე იყო ჩემი უკვე ახალგაზრდობა. და ძალიან მიყვარს და დუმბაძის ქუჩაზე რო ჩამოვდიოდით ხოლმე მან რუსთაველი დუმბაძის კვეთაზე იყო, მან მეორე საფუძვლად მომხდარა. ფანტასტიკური ადგილი. ძალიან სასწაული ადგილი და ესე იგი რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, ხო, ინტური მაშინ იყო რა, იცი, აი ინტურისტის წინ იკრიბებოდა მთელი თბილისი. ეგ იყო, მოდაში იყო ძალიან ინტურისტი. იქვე რო იყო ჩემი სახლი. ვინ აღარ არის ნამყოფი თბილისში, ამ შეიძლება არც ვიცნობ დღეს და მაშინაც შეიძლება არ ვიცნობდი, მაგრამ რაღაცნაირად ამოდიოდნენ ჩემთან სახლში. ნინო ქათამაძიდან დაწყებული, ვინ არ გინდა, ყველა იყო ჩემ სახლში ნამყოფი. ვერთობოდით და პირველ სართულზე ერთი მეზობელი მყავდა, ქალბატონი თინა და რო დაგვინახავდა ხოლმე რომ მოვიდოდით, პირველი შეკითხვა ის იყო, რამდენი ხნით ხართ აქ, იმიტომ რომ ხმაურობდით და ვაწუხებდით მეზობლებს ახალგაზრდები ვიყავით რა. გურულებმა რო ეციან, ხო, ჩამოი რო ის მიხვალა, ეგრე იყო. თინა, საწყალი მეზობლები, მაგრამ ძალიან უყვარდით ყველას და მეც ძალიან მიყვარს და აი რა ვიცი რა გითხრა რა. აი ბათუმი არის ჩემი მეორე თბილისზე ნაკლებად არ მიყვარს მოკლედ. ოეს საბაზისოს, როდესაც ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები და სასიამოვნო პერიოდი და მოგონებები მოყვება, მე ინერციით რაღაცებში გვეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე. უკვე არაერთი წელია გაქვს დაფუძნებული წლის ლიდერი და ხარ დირექტორი ამ ორგანიზაციის. როდესაც დაიწყე შენ ეს საქმიანობა? და მე მგონი 10 წელი გასულია. 10 წელია წელს გვაქვს საიუბილეო ღონისძიება დეკემბერში. როგორი სურათია? საინტერესო ცვლილებებს აწყდებდი? აი რა მოგწონს და რა არ მოგწონს? ძალიან საინტერესო. მოდი ახლა ბევრი კითხვის შემცველი კითხვა რო არ დაგისვა. როგორი იყო მაშინ სიტუაცია და როგორია ეხლა? ახლა სერვისები ჩვენთან ნაკლებად, ჩვენთან რეიტინგები დგება ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ძირითადად ანგარიშგების მიხედვით ხდება კომპანიების რანჟირება. რაღაც სურათი არის, ხო, მოცემულობა არის. ეხლა მოცემულობა პირველ რიგში ეხლა რაც ჩემთვის საინტერესო არის უფრო და რაც ძალიან თვალშისაცემია ის არის, რომ ჩვენ რო დავიწყეთ 10 წლის წინ ამ ღონისძიებების ჩატარება, კომპანიების რანჟირება, შეტყობინებები, რომ ესე იგი რომელ ადგილზეა კომპანია და ძალიან დიდი ინტერესი იყო. ეხლა უკვე მიჩვეულები არიან. მე ეს დაჯილდოების ცერემონიები მაშინ ფაქტიურად არ იყო.
ეხლა სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა და აი ცოტა როგორ ვთქვა, არ უნდა ვამბობდე წესით ამას, მაგრამ ცოტა გამარგინალდა, იმიტომ რომ რა ვიცი, აი ვისაც არ ეზარება უკვე რაღაცა ყველა ერთმანეთს აჯილდოებს და ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი ორგანიზაცია კომპანიებს აჯილდოვებს რეიტინგებზე დაყრდნობით. ეს არის ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ბრუნვა, თანამშრომლების ხელფასები, დაქირავებულთა რაოდენობა, დანახარჯები, ანგარიშგება რაც არის წლიური და იცი რა არის ხა, როდესაც რეიტინგში ოქროს ტოპ 10-ში ხდება კომპანია, ის რა თქმა უნდა უკვე გამარჯვებულია, იმიტომ რომ ხო წარმოგიდგენიათ 90,000 კომპანია არის დარეგისტრირებული დღეს რეესტრში, ხო, როგორც ბიზნეს სუბიექტი. 90,000 კომპანიიდან კი მართალია არის მსხვილი, საშუალო, მცირე ბიზნესი, სხვადასხვა სფერო, მაგრამ ოქროს ტოპ 10-ში რომ ხდება კომპანია, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე გამარჯვებულია. და არის რაღაც რომ აი ჯილდოს როდესაც იღებს კომპანია ხო ეს რაღაცა საფუძველი უნდა კონდეს რომ ეს იყოს ობიექტური ეს იყოს რეალური რომ ის ნამდვილად გამარჯვებულია შემდეგ ხდება ამ ოქროს ტოპ 10-დან ერთი კომპანიის გამორჩევა ეს არის უკვე Best of Georgia არის ესეთი და ჯილდოს ქვია The Best რომელიც უკვე პირდაპირ გამოკითხვით ხდება იქ უკვე ფინანსური კრიტერიუმების გარდა უკვე არის მომხმარებლის სანდოობა, აღიარება და უშუალოდ Google review-ები და ასე შემდეგ. ეს უკვე ხდება, აი ორმაგი ეს ხდება კომპანიის შეფასება ჯერ ფინანსური მაჩვენებლებით და მე უკვე The Best რომელიც არის ყველაზე უმაღლესი ჯილდო ჩვენი კომპანიის, იქ უკვე ხდება პირდაპირ გამოკითხვის წესითაც ეს Best of Georgia კლებითი ორგანიზაცია აწარმოებს ამ კლებებს და ხო და საკმაოდ ობიექტური საფუძველი აქვს ამ დაჯილდოებას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. შეიძლება ჟიური ყავდეს, მაგრამ აი როგორ არის, იცით, ან დაუშვათ ცნობილი ბრენდი, როდესაც არის, ხო? იქ შეიძლება დაუსვა გამოკითხვა, გააკეთო და დაუსვა მაყურებელს, მომხმარებელს შეკითხვა, რომ აი რა როგორ მოგწონს, რა მოგწონს და ასე შემდეგ. 90,000 კომპანიას ხო ვერ ჩაატარებ ხო გამოკითხვას. ამიტომ რა არის, იცით, უკვე ოქროს ტოპ 10-ში ვინც არის მოხვედრილი, მან უკვე იოლია. აბსოლუტურად ობიექტურია, იმიტომ რომ ციფრებზე დაყრდნობით ხდება. და საფუძველი ამას ის აქვს, რომ უკვე აი ეჭვებს არ ბადებს, რომ ვიღაცა აი მაგალითად მაკას მოუნდა და დააჯილდოვა, ესე ჩვენთან არ ხდება. ყველაფერი არის ციფრებზე დაყრდნობით, აბსოლუტურად რეიტინგების მიხედვით. თქვენ გარდა ბიზნესისა, ზოგადად საქმიანობებსაც ეხებით ხოლმე. გაქვთ რამდენადაც ვიცი, აი მაგალითად სატელევიზიო გადაცემების რანგში, რაღაც მაგ შემთხვევაში უფრო ასე ვთქვათ ჰუმანურ ფაქტორს ითვალისწინებთ თუ როგორ არის? ჩვენ 2015 წლიდან ხო არსებობს ჩვენი ორგანიზაცია და არის წევრი ბიზნეს რეიტინგების კავშირის. ეს კავშირი მოიცავს 8 ქვეყანას. და ის არის ქართული რამდენადაც ვიცი. არა, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო დაჯილდოება, რომელიც ტარდება საქართველოში და ის ჯილდო, რომელსაც ჩვენ გადავცემთ, არის ერთადერთი საერთაშორისო ჯილდო, რომელიც საქართველოში კომპანიებს გადაეცემათ. ეხლა ეს რას ნიშნავს ერთადერთი საერთაშორისო? რას ნიშნავს და ესე იგი, როგორც ჩვენთან ტარდება ეს დაჯილდოების ცერემონიები და ღონისძიებები, ანალოგიური აბსოლუტურად და ანალოგიური ჯილდო გადაეცემათ ამ 8 ქვეყნის მასშტაბით კომპანიებს. ეს ჯილდო არ არის ცნობილი, ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნები. პოსტსაბჭოთა ქვეყნებია და ესე იგი, თავიდან ესე იყო SNG-ს ქვეყნები ამბობდნენ და საქართველოს რო გაწევრიანდა მან მთელი პოლიგრაფია, რომელშიც დაბეჭდილი იყო ეს SNG-ს ქვეყნები, მე გადავაკეთებინე. იმიტომ რომ მე ვუთხარი, რომ ღონისძიებაზე ჩვენ არ ჩამოვალთ, თუ მან დაწერება SNG-ს ქვეყნები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ SNG-ს ქვეყანა და მოუწიათ მთლიანად მთელი პოლიგრაფიის შეცვლა, მაგის გამო და მაგეების ამოღება, ეს ამოვაღებინე. ხო, მაგრამ ეხლა რა არის? რატო საინტერესო? კი არის ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მაგრამ მაშინ მით უმეტესწილად ეს იმპორტი და ექსპორტი, ხო, უფრო იყო აი ამ ქვეყნებიდან. ეხლა კარგია რომ ევროპაში უკვე
პრობლემოდ გადის და შემოდის. როდესაც იწყებდით ესე იგი ამ ხო, საქმიანობას? კი და მაშინ ეხლა სხვათა შორის ძალიან დიდი წილი, ხო, ვაჭრობის, ბიზნეს პარტნიორობის არის აი ამ ქვეყნებთან უფრო. ყაზახეთი, ეხლა ყაზახეთში მაგალითად ტარდება ხო ანალოგიური ღონისძიება, ყაზახეთშიც ტარდება და ყველგან. თუ აი ხა რა აქვს ჩვენ მარტო დაჯილდოება არ არის ეს, გესმით ამას, მოყვება კიდე ბენეფიტები ძალიან ბევრი, რაც კომპანიებს ხელს უწყობს, რა მხრივ ახლა უყურეთ. ჩვენთან მაგალითად გაიმარჯვა კომპანიამ ოქროსტოფ ათეულში და უნდა დაჯილდოვდეს დეკემბერში სიტყვაზე ჩემთან ღონისძიებას. თუ მას სურვილი აქვს, რომ დაუშვათ ყაზახეთთან კონდეს რაიმე ბიზნეს ურთიერთობა, ხო? და აინტერესებს რომელიმე სფეროს კომპანიები, ან გვიკავშირდება და მას უფლება აქვს, რომ ეს ჯილდო საქართველოში კი არ მიიღოს, მიიღოს ყაზახეთში, ანალოგიურ ღონისძიებას. იქ დაამყაროს ბიზნეს კონტაქტები, ანუ რაც მისთვის არის საინტერესო, ხო? ძალიან საინტერესო კი. კი, და ძალიან ბევრი ანალოგიურად, ბევრი კომპანია უცხოური ჩამოდის ჩვენთან და აქ იღებს ჯილდოს. და ჩვენი რეკლამაც არის. იცით რა არის, ჩვენ არ უკეთებთ რეკლამას, მაგრამ თვითონ კომპანია იძიებს თავისთვის საინტერესო კონტაქტებს. იქ და ესე იგი, სადაც აინტერესებს თვითონ იქ ჯილდოვდება და ანალოგიურად, როდესაც აქ ჩვენთან ჩამოდიან უცხოური კომპანიები და აქ იღებენ ჯილდოს, ხო, საქართველოს ღონისძიებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინტერესი ქართული ბიზნესის მიმართ, საქართველოს მიმართ და ჩამოდიან აქ ამის გამო და აქ იღებენ ჯილდოს. ეს ძალიან საინტერესო არის ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს არის ხელშეწყობა ფაქტიურად, ძალიან კარგი ხელშეწყობა. ადრე ჩვენ მქონდა B2B შეხვედრებსაც ვატარებდით. ხო, საინტერესოა, თუ რაიმე საინტერესო პროექტები ხوار დაბადებულა ამ დაჯილდოების ფარგლებში. გახსენდება ეს? ეხლა გეტყვით, 2017 წლიდან ჩვენ ადრე იყო მარტო ეს 8 ქვეყანა და ბიზნეს რეიტინგების კავშირი. 2017 წლიდან ჩვენი პარტნიორი გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია. უკვე ადრე გქონდა ჩვენ დარგის ლიდერი ჯილდო. რაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა ჩვენი პარტნიორი, რომელიც ოფიციალურად მე ახლა მომოვაჩინე საქართველოშიც ყოფილა საკპატენტში, როგორც საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირებულია WIPO-ში ეს და ესე იგი ის რომ გახდა უკვე ჩვენი პარტნიორი, მაგის შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყეთ ხელოვნების და კულტურის სფეროს დაჯილდოება. უკვე მაგის უფლებაც მივიღეთ. და ესე იგი ორი გვაქვს ჯილდო ადამიანი ისტორია, რომელიც გადაეცემა უფროსი თაობის მსახიობებს, რეჟისორებს, მომღერლებს, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, სპორტსმენებს ასევე. და გვაქვს Best of Georgia. Best of Georgia უფრო ახალგაზრდა თაობას გადაეცემა. ეს ყველაფერი მაინც ხდება რეიტინგებზე დაყრდნობით. და მე მყავს ჟიურის თავმჯდომარე, ასე ვთქვათ, ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ახლა მაგაზე კარგად ალბათ მე მგონი ვერავინ ვერ ერკვევა თეატრალურ სფეროში და აბსოლუტურად ვენდობით და ესე იგი ერთად ვაკეთებთ ამას დაჯილდოებას ადამიანი ისტორია და Best of Georgia. ასევე სატელევიზიო გადაცემები, თვითონ ტელევიზიებიც ბევრი ყავს დაჯილდოებული სატელევიზიო გადაცემებით, ესაც რა თქმა უნდა რეიტინგების მიხედვით და არის კიდე რაღაც კრიტერიუმები. მაგის მიხედვით ვაჯილდოვებთ სატელევიზიო გადაცემებსაც. ძალიან ბევრი ადამიანი ყავს დაჯილდოებული, დაწყებული ნანი ბრეგვაძით, ეს უფროსი თაობიდან ელდარ შენგელაია, ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყავს დაჯილდოებული, ეს 8 ქვეყნის მასშტაბით, ერთაშორის მეგობრობის თავის სიბრძნით ხელშეწყობის გამო და ეს 8 ქვეყანაში იყო, ესე იგი ამ ქვეყნებში იყო ეს რომელი ქვეყნის წინამძღოლი უნდა დაჯილდოებულიყო და სხვათა შორის აი ერთხმაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე შევჯერდით და გადავეცით, ვიყავით საპატრიარქოში მისულები და გადავეცით ეს ჯილდო და ძალიან ეს ახლა გისმენ ძალიან დამოინტერესა როგორ დაიწყე საერთოდ. ეს ჩემი იდეა არ არის, მინდა გითხრა. ეს ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წლიდან არსებობს. და 8 ქვეყანას აერთიანებდა და უნდათ საქართველოს ჩართვა საქმეში. საქართველოს ჩართვაზე მაქვს ლაპარაკი, კი. და ესე იგი სრულიად შემთხვევით დამიკავშირდა ჩემი ახლობელი და მითხრა რომ აი ესეთი რაღაც არის და
ანუ აბსოლუტურად ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მე არ მქონია ეს ფიქრი, რომ დავუშვათ ეს გამეკეთებინა, მაგრამ რო შემომთავაზეს, იმდენად საინტერესო იყო და იმდენად კარგი იყო. აი რა არის, იცი, ყოველთვის მინდოდა აი რაღაცა უფრო გლობალურის კეთება. აი არასდროს არ მაგმაყოფილებდა, რასაც ვაკეთებდი. მინდოდა აი რაღაცის კეთება და იმდენად ეს საინტერესო საქმეა და იმდენად აი როგორ გითხრა, აი მადლიანი საქმე, იმიტომ რომ მიდიან ჩემი ღონისძიებებიდან ისეთი ბედნიერია ხალხი. მადლობებს რომ მიხდიან აი რა ვიცი ეს მინდა რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო მით უმეტეს აი როდესაც ხელოვნების სფეროდან ჯილდოვდებიან ნიკოლოზ წოლუკიძე მეუბნება ერთხელ ეს იგიო ამ უფროსი თაობის წარმომადგენლებს რო ვაჯილდოვებთ იმ ხელა სიხარულს ვანიჭებთო რომ მე მგონი მარტო მაგის გამო ვცხონდებით მე და შენ აი მართლა ეხა მსახიობს რა უნდა ტაშს არის მონატრებული ხო კიდე ერთი აღიარება კიდე ეხა ისინი ისედაც აღიარებულები არიან და ჩვენ ეხა დავაჯილდოვებთ თუ არა მე არაფერს არ შეცვლის მაგრამ ყველა ადამიანს უხარია ხო აღიარება და რა თქმა უნდა ეხა ის კიდე ერთი ტაში კიდე ერთი სიყვარულის ჩვენება რასაც ეს ხალხი მათ აჩვენებს რო დავიწყეთ, ესე იგი ხა გადავბრუნდი უკან 2015 წელში. ესე იგი მე აბსოლუტურად არ ვიყავი ჯერ ამაში გარკვეული და ჩართული და მე ნელ-ნელა გავერკვე, ესე იგი ეს რეიტინგები, თვითონ რეიტინგები ოფიციალურად ჩვენ ვიღებთ სტატისტიკიდან და შემდეგ უკვე ამ NBR-ის დამტკიცებული მეთოდოლოგიით დგება რეიტინგები. ჩვენ ამას არ ვეხებით, ანუ ციფრებს ჩვენ ვევხედავთ. საჯარო ინფორმაცია რაც არის, იმაზე დაყრდნობით ხდება ამ რეიტინგების შედგენა. და მოკლედ აი ხო წეღანაც ხო გითხარით, აი იმდენად ეს საქართველო რო გაწევრიან და რაღაცა სხვა სურათი დამხვდა, მქონდა რაღაცა პროტესტები, ეს ესენგე ხო ამოვაღებინე. მერე ჩვენ კავშირის პრეზიდენტი არის ბატონი ვალერი გიჟიცკი და ის ახლა რუსულათაც მეტყველებს, ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს, რუსულათაც მეტყველებს, ინგლისურათაც, გერმანულათაც, მაგრამ საკომუნიკაციო ენა მაინც რუსული ქონდა და მე ხა რუსულად მეტყველებ, მაგრამ წერ კიდევაც აკრეფ არ შემიძლია ტექსტის რუსული ასოებით, ხო და ერთხელ გადმოსცა თანამშრომელს, რომ უთხარითო, რომ ისო ისწავლოსო აკრეფო ტექსტის, იმიტომ რომ ინგლისური ასოებით წერდი რუსულად და ძალიან რთული გასარჩევიაო და რაღაცა ისე უთხარი, შემთხვევით ესენგეში ხوار შევიდეთ მეთქი და იმის მერე ესე იგი უკვე და მე ძალიან ბევრი რაღაცები რაღაცა ქართული ისინი შევიტანე. ამ საერთაშორისო პროექტში არა, გურული ამბავი შეიტანა, ქართული არა. აი და ყოლა მიმოლეცა გურულად. სხვათა შორის აი ხა თქვენ ხუმრობთ და მერე მომიყვნენ მე რო დარეკავდი ხოლმეო შენო, ხო? ესე იყო, მაკაზგონიტა ეგეთები დარბოდნენ. იმიტომ რომ იცი რა არის, ოღონდ მე მქონდა ამის უფლება ამ პრეზიდენტისგან რატო? იმიტომ რომ არ ვიცი ხა ჩემ თავს ვერ შევიკებ, მაგრამ ყოველთვის მქონდა კარგი გემოვნება. ყოველთვის რასაც ვურჩევდი და ვეუბნებოდი, ხო? ის კარგი იყო, ანუ ცუც არაფერს, ხო? პირიქით რაღაცას მაუმჯობესებდი. ზოგადად ბავშვობიდან მაქვს ეს რაღაცა როგორ იცი, სილამაზის ახმა ვე პატარა ვიყავი, მახსოვს ტრანსპორტით რომ გზავრობდი, როცა ვემზადებოდი ინგლისურში. აი რო დავინახავდი მაგალითად ადამიანი ქალი მაგალითად იჭდა, ხო? და ვუყურებდი და ვიწყებდი ესე აზრში, აი ამას გაუკეთებდი, აქ ამას ესე წაусმევდი, ამას ესე ჩავაზე. ანუ ეს თავისთავად ხდებოდა ესე, ანუ ეს სულ მქონდა. და მეკითხებიან, არ მეკითხებიან, ვაკეთე. ახლა ინტერიერის ეს დამეწყო ინტერიერი, იმიტომ რომ გავაკეთე მე და ძალიან კარგი გამო. წავიღო მაგა ჩემთან სახლში. ვაიმე, დიდი სიამოვნე, შენ პირველი არ ახარ, ძალიან ბევრი მეპატიჟება. თავის სახლში. ოღონდ მე არ ვიცი ეს რაღაც სამიდეში მუშაობა. ეგეთი რაღაცები არ ვიცი, უბრალოდ აი რა ვხატავ, წარმოვიდგენ რაღაცას და всё, უკვე ის მე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს და ხანდახან სადმე რო შევდივარ, არ მერიდება ხოლმე ესე მივალ ახლოს და ხელს მოვკიდებ, რომ აი ფაქტურა ვნახო რა არის, ანუ მაინტერესებს. და რაღაცა აი ეგაც ესე ღონისძიებებიც ანალოგიურად, აი წინასწარ წარმოვიდგენ რა არის, რა უნდა გამოვიდეს, ვინ უნდა იმღეროს, რაღაცა ესე აზრი და всё, მე მივყვები იმას, არასოდეს არ ჩამინიშნავს არაფერი. ზეპირად ვაკეთებ ყველაფერს. თუ რაღაცა ჩავინიშნე, იქ ვიბნევი უკვე. всё, ისაც მავიწყდება, რომ ჩანიშნული მოხს და უნდა ამ 10 წლის მანძილზე საიუბილეო წელი გაქვს წელს და შეთვის ამდენად მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ დაჯილდოების იმიჯი და რა არის ამ 10 წლის მანძილზე, რითაც
რაც შეძელი, რითაც ამაყი ხარ, მაგრამ მოდი ესე გითხრა. აი მე გეტყვით ახლა ჩვენი ორგანიზაცია მიხედავთ ისა რომ ნაწილობრივ ვისაუბრე ამაზე შენ, მაგრამ ხო. აი ნახეთ როგორი რაღაცა არის პანდემიის პერიოდში ჩვენ დავაჯილდოვეთ ცერცვაძე. რეიტინგებით, რა თქმა უნდა, ხა ყველაზე რეიტინგული ცერცვაძე იყო და რატიანი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. აი ბატონი თენგის ცერცვაძე რო გამოვიდა სცენაზე, ესეთი რაღაც თქვა. ძალიან დიდი მადლობა მოიხადა, რა თქმა უნდა და პირველ რიგშიო თქვა, თქვენ თვითონ ხართ რეიტინგულები მსგავს ორგანიზაციებს შორისო და ეს ისეთი სასიამოვნო იყო. აი თვითონ კომპანიებიც, ვინც ესწრება ჩემ ღონისძიებებს, ყველა მე მაგას მეუბნება, რომ არის ჩვენი ღონისძიებები, ყოველთვის არის აკადემიური, ძალიან ისეთი დახვეწილი, ზომიერი და არის ყველა მიდის ბედნიერი და აი რა ვიცი, რაღაც ჩვენი ნიშა გვაქვს, რომელსაც დაბლა არ ჩამოვდივართ და აი მე რომც მინდოდეს რაღაცა ცოტა ნიკოლოზ წულუკიძე მაგის უფლებას არ მომცემს, ანუ ყველაფერი გვაქვს, აი როგორ გითხრათ, ძალიან ისეთი აკადემიური და ლამაზი და კარგი ღონისძიებები ესეთი გამოდის ჩემი ყოველთვის რაც დასაც არ ვაკლებ რა თქმა უნდა, მაგრამ ეთყობა მაინც, აი არ ვიცი რატო, მაგრამ ყოველთვის განსხვავებული ღონისძიებები გვაქვს. მაგრამ რა შეიძლება იყოს ხვალდაზე შენს მიერ დაგეგმილი დაჯილდოების განვითარება? რა ფორმით შეიძლება ეს კიდევ უფრო განვითარდეს? მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ეს ტრადიციული ქარგა მაინც დარჩება, მესე ამ შინაარსობრივად ის მაინც იქნება ამ შემადგენლობის, მაგრამ უფრო მასშტაბურს გახდით დაჯილდოებას ვიზუალურ ნაწილში გაიმართ. მაგალითად წელს ადატარებთ ამას, აი თუ და არ გაგჭირდეთ ჯერჯერობით. კი, როგორ არა, თბილისის პარაგრაფში ტარდება, უკვე მე-13 ვატარებთ თბილისის პარაგრაფში, აი გაიხსნათ ვარა იმ დღიდან იქ ვატარებთ. 19 დეკემბერს ნუ სივრცე არის ულამაზესი და ძალიან უხდება და კარგი ღონისძიებები გამოდის მან და ამიტომ არ ვცვლი ლოკაციას, თორე ადრე ძალიან ბევრ ლოკაციაზე გვაქვს ჩატარებული. ბათუმის შეკვეთილის პარაგრაფშიც გვაქვს ჩატარებული. ბათუმის თეატრშიც გვაქვს ჩატარებული. მახსოვს ეს პერიოდი. ლეო გრანდი რო დაიწვა, მანდაც გვაქვს ჩატარებული. იქეთ კაჭრეთის ამბასადორში, რა ვიცი, აი ძალიან ბევრ ადგილას, შერატონში, ბევრ ადგილას, მაგრამ ეხა იმდენად ეს მომწონს ეს პარაგრაფი თვითონ სივრცე ულამაზესი არის დარბაზი და ეხა უკვე მე-3 ღონისძიებას ვატარებთ მან 19 დეკემბერს. ეხა განვითარებას რაც შეეხება არ ვიცი, ეხა შეიძლება რაღაცას 1000 იდეა მოგივიდეს, რომ დავუშვათ ღონისძიება, ცოტა ისე შეცვალოთ, ცოტა სხვანაირი გააკეთო, მაგრამ ფორმატი და ის მაინც ერთი და იგივე არის. ერთადერთი არის ის, რომ გვინდა რომ შემოვიმატოთ სხვა ქვეყნები. კიდევ, ესე იგი, ეხლა თურქეთის გვაქვს თურქეთის კომპანიებთან მოლაპარაკება. აი სხვა ქვეყნები რო შემოვიმატოთ, ახლა კი გვაქვს ხოლმე ჩვენ ბარსელონაში გქონდა ბიზნეს შეხვედრები, დუბაიშიც გქონდა, ბაქოშიც გქონდა. აი უფრო გვინდა რომ გავაფართოვოთ ისე რომ სხვა ქვეყნები შემოვიმატოთ. ეგ იქნება ძალიან კარგი ბიზნესისთვის, იქნება მეტად საინტერესო. დანარჩენი ახლა იბეჭდება კატალოგი Best of Georgia, რომელიც ახლა საიუბილეო იქნება წელს და ამ კატალოგში დაიბეჭდებიან გამარჯვებული კომპანიები და საინტერესო იქნება ესაც ეს არ გაიყიდება, დარიგდება სასტუმროებში და ეხლა ძალიან მინდა, არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ეხლა უნდა გავარკვიო ბიზნეს ლაუნჯებში, აეროპორტში, რომ ესე იგი დავდო და კიდე სხვადასხვა ადგილებზე მოვიფიქრებთ სად და როგორ. ხო, და ნუ ძირითადად ეცი აი ბიზნესის ხელის შემწყობი პროექტი არის. ბიზნესთვისაც საინტერესოა, რომ შენი ორგანიზაცია და ეს მოცემულობა რაც შეიძლება ძლიერი იყოს და სიცოცხლესუნარიანი თავისთავად, მაგრამ შენ ახსენე გადაცემის დასაწყისში, რომ ძალიან ბევრი დაჯილდოება გაჩნდა და ეს ძალიან ბევრი, ესე რომ ვთქვა, ხშირ შემთხვევაში ქმნის მეტნაკლებად ალბათ საეჭვო გარემოებას და ართულებს რაღაცებს. აი მაგალითად თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახლა ინფორმაციის მოპოვების გზები გამარტივებულია, მაგრამ არ ფიქრობ, რომ თუნდაც ბაზარზე ახალი და ძლიერი კომპანიები, რომლებიც წამოვლენ მათთან ურთიერთობის დროს გართულდება თუნდაც აი ესეთი საკმაოდ დორე რაღაცა გარკვეულ მანიპულაციებს და მახინაციებზე აღებული დაჯილდოებები, რომელიც შენი თქმით არის უკვე საკმაოდ მრავლად. ვისაც რა უნდა, იმას აჯილდოებს და როგორც უნდა. ხო? ეხლა მე სხვაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ აი ჩვენთან რა არის, ეხლა გეტყვით. ჩვენთან კომპანიას რომ მივა თავისი რეიტინგი, ხო, რომ გაეცნო თავის რეიტინგს, всё იმან იცის, რომ უკვე გამარჯვებულია.
ამ გამარჯვებას ის ამ ღონისძიებაზე იდასტურებს. შეუძლია არც მოვიდეს და არც მიიღოს მონაწილეობა. უბრალოდ ამას რა თქმა უნდა ჩვენ უფასოდ ვაკეთებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ესე იგი კომპანია ეცნობა თავის რეიტინგს და იცის რომ გამარჯვებულია. მე მას ახლა თუ უნდა დავუშვათ შემდგომი ბენეფიტები მიიღოს ამისგან და დავუშვათ დაიდასტუროს ეს ან საზღვარგარეთ წავიდეს იქ დაჯილდოვდეს ან კატალოგში დაიბეჭდოს რა თქმა უნდა მიიღოს, მაგრამ მან უკვე იცის რომ ის გამარჯვებულია და ჩვენთან კომპანია როდესაც სცენაზე ადის ჩვენ უბრალოდ ვაცხადებთ რომ აი ესა და ეს დავუშვათ დამფუძნებელი დირექტორი ეს ამოდის სცენაზე ის გვიხდის მადლობას დავუშვათ რაღაც ტექსტს ამბობს და ჩანს ის არ არის რომ აი არ ვთამაშობთ გესმით ძალიან გულწრფელი დაჯილდოება არის ჩვენი და რეალურ საფუძველზე დაყრდნობის რომ აი ეხლა გამარჯვებულია და რაღაცა ირთვება ის და ვითომ იმ წუთას გაიგო ეგეთი რაღაცა ჩვენთან არ ხდება ანუ ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ეგ როგორ უნდა ეს ხო არ არის ეს ნახეთ ეს არ არის სახელმწიფო რაღაც ბიუჯეტიდან რაღაც სახელმწიფოს მხარდაჭერით არანაირად ეს არის კომერციული ეს როგორ შეიძლება იყოს დაუშვათ კომპანია არ იცოდეს ნუ წარმოუდგენელია ხო იცის კომპანიამ რომ გამარჯვებულია იცის რომ ოქროს ტოპათეულში არის იცის და მოდის და თავის იმას იდასტურებს ამ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალე აბსოლუტურად ყველაფერი გულწრფელია და ის სიხარულიც არის ძალიან გულწრფელი იმიტომ რომ ესე იგი იციან რომ ეს ჯილდო მათ დამსახურებულად აქვთ და რომ არის რეიტინგებზე დაყრდნობით და ამითი რომ შეუძლიათ რომ კიდევ დაუშვათ თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე შემდგომში რაღაც ბენეფიტები მიიღონ. მაგრამ გარდა იმისა რომ წლის მანძილზე ორჯერ ეს ღონისძიება თავის ყველაფრით დასაგეგმი გაქვს რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის პიარის ნაწილი აი მაგალითად მე გამიჭირდა შენი დათანხმება რომ მოსულიყავი გადაცემაში და ამ ღონისძიებაზე ამ დაჯილდოებაზე გვესაუბრო იცით რა არის? ხომ არ არის შენი სუსტი მხარე პიარზე მუშაობა? იცით რა არის? შეიძლება სუსტი მხარეც დავარქვათ ამას, მაგრამ აი თავიდან ახალი დაწყებული როდესაც მქონდა ეს საქმე, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდით, რა თქმა უნდა, იქ გადაცემებშიც მივდიოდი ხოლმე, ინტერვიუცაც წერდით ყველაფერი, მაგრამ ეხა იცით რა არის? იმდენად ინერციით მოვიდეთ, მაინც უკვე ეს იმიჯი რაც უკვე ჩვენ გვაქვს ამ 10 წლის მანძილზე და არაფერს არ ვცვლით, იცით? აი, რაც იყო პირველი დღიდან, ეს, ნუ ერთადერთი ეს რაც შვეიცარია 2017-დან შემოგვერთა და წლის ლიდერი, დარგის ლიდერი ქონდა მანამდე, მაგრამ წლის ლიდერი გახდა. ფორმატი არის ერთი და იგივე საფუძველი არის დაჯილდოების რეიტინგებზე დაყრდნობით, არაფერს არ ვცვლით. ეხა არის რომ აი ზოგი დაჯილდოება ადრე რაღაცა პროდუქტს აჯილდოებდა სიტყვაზე საყოფო ცხოვრება თუ სასურსათო თუ სააფთიაქო და ეხლა კომპანიებს ანუ ეგეთი რყევები არ გვაქვს ჩვენ და ეს იმდენად სტაბილურად მოვდივართ და იმდენად იცი ყველა მიცის რომ ეს არის რეიტინგებზე და ციფრებზე დაყრდნობით ჩვენი იმიჯი და რეპუტაცია გვაქვს და ამიტომ რაღაცა ინერციით მოვდივართ იცით აი ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არავის ზედმეტი კითხვა არ უჩნდება აი ხა ჩვენ 25 დეკემბერს ქონდა წინა ღონისძიება და 25 დეკემბერს მოგეხსენებათ ამ სიტუაციის გამო რაღაცა არ იყო ხო რაღაც საზეიმო განწყობა და ეს და გადავიტანეთ ღონისძიება თებერვალში ჩავატარეთ არავის არ გაჩენია დაუშვათ ანის შეკითხვა ან რაღაცა შიში ან რაღაცა რომ ვაიმე ეგეც იგი გაუქმდა ღონისძიება ან რაღაცა ესეთი არა არანაირად იმდენად გვენდობიან და რაღაცა ძალიან ისეთი ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს კომპანიებთან და ზოგადად მაგრამ მე გულწრფელად გისურვებ კიდევ უფრო და უფრო მეტ ნდობა საზოგადოების მხრიდან და კიდევ ძალიან ბევრ შემონაერთს ამ პროექტის ირგვლივ ამ შესანიშნავი საქმიანობის ირგვლივ და მადლობა გადაგიხადო რომ დღეს ჩემთან იყავი სტუმრად ამ გაგანია ზაფხულში ამ შესანიშნავ გარემოში კარგად გამოიყურებ კიდევ ერთხელ მინდა გითხრა მადლობა მოვალ შეხვედრამდე მადლობა ძალიან მადლობა თქვენ